დღეს ვეძებდი ავტობუსის გაჩერებას და ვერ ვიპოვე. და ვიღაც გოგოები მოდიოდნენ გზაზე, რასაც ქვია წინ გადავუდექი ხელჯოხით. ფიზიკურად შემეხნენ, ისე ახლოს მივედი და გავაჩერე, უკაცრავად მეთქი, ხო ვერ მეტყვით ავტობუსის გაჩერება სად არის და ჯერ მითხრეს. შემდეგ გავაგრძელე გზა სწორი მიმართულებით, მაგრამ მე მოვიდნენ და შემოთავაზეს რომ მიგიყვანთ კიდე ცოტა უარი არ მithქობს მივაყვანინე და მადლობაც გადავახდებინე. ამით იმის თქმა მინდა რომ როდესაც მჭირდება დახმარება, საერთოდ არ მიჭირს ადამიანების გაჩერება, გზაზე გადადგომა და დახმარების თხოვნა. თუმცა როცა არ მჭირდება, რა თქმა უნდა, და ხელს წამავლებენ, რა თქმა უნდა, დიდ უარზე ვარ და აი ძალიან მიკვირს უცხოეთში მაგალითად როცა ყოფილვარ, ხელი არავის არასდროს არ წაუტანებია ქუჩაში უცხოს თუ ეგონათ რომ დახმარება მჭირდებოდა, ყოველთვის მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, ხომ არ დაგეხმარო ან რაღაც ხო არ გჭირდება. და ამის გამო არ დავღუპულვარ და არაფერი ცუდი არ დამართნია, არ დავკარგულვარ არსად. ამაზე როცა ამას ვამბობ ხოლმე, არგუმენტი არის, რომ აი ჩვენ ძალიან თბილი ხალხი ვართ და მოსიყვარულე ხალხი ვართ საქართველოში. ჩვენთვის ეს არ არის სიყვარული. ჩვენთვის სიყვარული და თანადგომა იცით რა იქნებოდა? ადამიანებს როცა არ ესმით, როდესაც რომ ხვდებიან რომ გაჩერება არ ცხადდება ავტობუსში, რომ რეკავდნენ სატრანსპორტოში, მხედველ ადამიანებს გულისხმობ და ეუბნებოდნენ, აფიქსირებდნენ, რომ რატომ არ ცხადდება გაჩერებები. ანუ თავის თვითონ შეიძლება არ ჭირდებოდეთ ეს, მაგრამ რო იაზრებდნენ, რომ სხვა სჭირდება. ჩემთვის სიყვარული და თანადგომა იქნებოდა, რომ ხმოვანი შუქნიშანი, როცა შეხვდებათ ადამიანებს გზად, რომ არ გააფუჭონ, იმიტომ რომ მათ მისი ხმა უშლით ნერვებს. აი ეს იქნებოდა ჩემთვის ნამდვილი თანადგომა და სიყვარული. და სხვათა შორის კითხვა რო დაისვა ერთ-ერთ ბავშვზე, რომ რატომ რომ ესო ეკი ეწინაო ბრუციანი რო დაუძახაო, მაგრამ აიტანაო და გულში დაიმარხა და რაღაცებს წერდა. იცით რატომ არ მეწყინა? იმიტომ რომ ამ ბავშვმა ესეთი რაღაც იცოდა, რაც უფროსების დიდმა ნაწილმა არ იცის. კერძოდ ის, რომ ეს შუქნიშანი არის უსინათლოებისთვის განკუთვნილი, ხმოვან შუქნიშანზე მაქვს საუბარი. სხვათა შორის ბავშვები არიან ძალიან შეგნებულები ხოლმე, ბევრად უფრო და უფრო ბევრად ესმით, როგორ უნდა დაეხმარონ უსინათლოს. აი ერთხელ მაგალითად მთავრობის კანცელარიასთან იყო აქცია და შემდეგ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მხარდასაჭერა და იქიდან მჭირდებოდა წასვლა და ვთხოვე იქ, რომ კიბეებამდე ვინმე მიმაცილოს, რომ მასწავლოს გზა. ერთ-ერთ ბავშვს დაავალეს იქ მშობლებმა. და ეს ბავშვი უბრალოდ მომყვებოდა და მე ხელჯოხით მივდიოდი, ხან წინ მივდიოდი, ხან გვერდზე მომყვებოდა, ხან უკან. და გაძახეს, რომ ხელი მოკიდე, ჯერ ისე არ მიყვარს ხანდახან ავტობუსშიც რო ავალ, რომ ატყდება გადმოძახილი, ადგილი დაავთმეთ, იქ დაჯექით, ასვით ბავშვი. ყველას გასაგონად, აი, რა ვიცი, ანუ სულ რო ძალიან მძიმე რაღაცები მქონდეს ხელში, დიდი ხანი მიწევდეს სიარული ან რაღაც თქვა დაღლილი ვიყო, მაინც არ მინდება ხოლმე აი ესეთი გადმოძახილით დაჯდომა. ხო და ეს ბავშვი ჩვეულებრივად გამომყვა, არამეთქი არ არის საჭირო ხელის მოკიდება, არც მომკიდე ხელი, ანუ თვითონ არც დააკვირდა, რომ ჩვეულებრივად მიუყვებოდი მის ფეხის ხმას ნაბიჯებს და უპრობლემოდ მიუყვებოდი იქამდე. და ესე მიმაცილა კიბეებამდე, აქედან მეთქი მადლობა, 10 წავალ ჩემით, უკვე ვიცი გზა და კიბეებზეც რომ ვაიმე არ წაიქცე კი არ მქონდა ესეთი რეაქცია ჩვეულებრივად დამემშვიდობა და წავიდა თავის გზაზე. აი ამიტომაც ბავშვებთანაც ძალიან ზედმეტად შენიშვნა არ მივცე და სისულელებზე მე არ ვარდები ხოლმე. და კიდევ ერთი სიტუაცია, როდესაც მე ვარ ძალიან ტოლერანტული, არის მოწყალების მთხოვნელები და გამყიდველები, გარემო ვაჭრები, რომლებიც ხედან კიბეებზე, ტროტუარებზე, მეტროს თქვათ გადასასვლელში თუ მიწისქვეშა გადასასვლელში, აი გასაგებია რომ ცუდ ადგილებში სხედან და ხელსაც მიშლიან გადაადგილებაში, მაგრამ პირიქით ვცდილობ ხოლმე რომ სადაც ვიცი რომ ეგეთი ადგილია, კედელთან არ ვიარო, რომ ამ ხელჯოხი არ მივარტყან რაღაც და თუ შემთხვევით აღმოჩნდი, ყოველთვის ბოდიშს ვუხდი, იმიტომ რომ ამ ადამიანებსაც სხვა გამოსავალი არ აქვთ, ხა რა ქნან. ჭირდებათ რომ თქვათ ოჯახები არჩინონ და ანუ ეს არის სიტუაცია, როცა არანაირი პროტესტი მე ამ ადამიანების მიმართ არ მაქვს პირიქით თუ რაღაცნაირად შევაწუხებ, აქეთ მე ვიხდი ბოდიშს. აი ამის თქმა მინდა რომ სიყვარული და მიმღებლობა არის ეს და არა ის,
რომ უკითხავად და საჭიროების დაუკვირვებლად რომ ხელი ვინმე წამალოს. და სხვათა შორის აი სულ კითხვა მაქვს ხოლმე ამ ადამიანებთან. მათ შორის კაცებმაც იციან ესე ხელის სწავლება და აი რამდენჯერ იყო შემთხვევა რომ ჩემთვის გასაცნობად მოუწერიათ და რო გაუგიათ უსინათლო რო ვარ, უცებ გამქრავარ. სულ მაინტერესებს ანუ ეს ის ხალხი არის თუ არა რომლებიც აი ესე უკითხავად ხელს წამავლებენ ხოლმე და აი ეს იგივე ხალხი ხომ არ არის, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად განცდა მაქვს რომ საზოგადოება ცდილობს რომ ადგილი მომიჩინოს, რომ კი აი აგერ ადგილს დაგითმობ, დაგსვამთ, აგერ კუთხეში მიგსვამთ, მაგრამ ანიქ სადღაც ხელს წაგავლებთ, როცა ჩავთვლით და გვეგონება რომ დახმარება გჭირდება და საერთოდ არ შეგეკითხებით და აქეთ გეჩხუბებით უარს თუ გვეტყვი რომ რას ქვია უარი გითხარი, მაგრამ მეორე მხრივ, სხვა მხრივ როცა უფრო გჭირდება ყურადღება, თანადგომა, სოლიდარობა, ჩვენთან ერთად რაღაცის გაპროტესტება, რაღაცის მოთხოვნა, ზოგადად მეტი განგრძობადი ყურადღება, იქ ყველა გარბის რატომღაც. აი ამის მიმართ მაქვს ძალიან დიდი პროტესტი.